გადმოვინაცვლებ სტუდიაში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეა, უკაცრავად საღამომშვიდობის არჩილ, დავამშვიდობთ ირაკლი კუპრაძეს. საღამომშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა. და დავიწყოთ ჩვენ საუბარი და არჩილ თქვენთან მინდა დღეს ძირითადად ვისაუბრო იმ საარჩევნო კოდექსის შესატან ცვლილებებზე, თქვენი ოპონენტით საუბრობდა, საკმაოდ ისეთი ხმაური მოყვა ამ ერთცვლილებაზე მიგრანტებთან დაკავშირებით და მოდით გავყვეთ დეტალურად, იმიტომ რომ პირველ რიგში საინტერესო რატომ გახდა საერთოდ ახლა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები საჭირო, როდესაც, რა ვიცი, 2028 წლამდე ხელისუფლება ამბობს, რომ არანაირი არჩევნები არ იგეგმება. მოდით დავიწყოთ იმიტომ რომ რატომ ახლა დადგა ამის საჭიროება და გადავალ რა თქმა უნდა ემიგრანტების თემაზე. არის ფიქრობთ რომ კითხვაზე პასუხს გაურბივარ პირველ რიგში ჯერ ერთი რომ ეს უტიფარი და უზრდელი რომელიც შემამდე იყო ჩართვაზე ადამიანი ჩვენი ოპონენტი ნამდვილად არ არის. ეს არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი მარიონეტი რომელიც დაქოქეს ახლა კარგად და კარგად მოქოქილი საუბრობდა აბსოლუტურ სისულელეებს და ასე უტიფრად გულზე მჯიხის ცემით აბსოლუტურ ტყუილებს ავრცელებდა მაგალითად რა მეჩეთების აშენებაზეა საერთოდ საუბარი და ელემენტარულად ის მაინც გაითავისოს რომ დებილი ეს არის სამედიცინო ტერმინი და ამ ტერმინის გამოყენება ადამიანის შეურაცხყოფის მიზნით ეს არის ყველაზე სუნდაბალი საქციელი რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და რა ვიცი არც გონება არ უჭრის ამ ადამიანს და რო დაკუქავენ სანამ გადაკუქავენ კარგად დაატრენინგონ რომ რა სიტყვები და რა ტერმინოლოგია უნდა იხმაროს მართლა უზრდელმა და უტიფარმა და პირი გამოირეცხოს, როდესაც ქართული ოცნების ნებისმიერ წევრს დაასახელებს და ზოგადად საქართველოზე ისაუბრებს. ეს მის ყველანაირ სუნდაბალ საქციელს კარგად უსვამს ხას თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი წარმოადგენს იმ ხანდაზმულ თაღლითებს, როგორებიც არიან ხაზარაძე და ჯაფარიძე, ეს არის ზუსტად ეს ადამიანი, რომელიც თავის პატრონებთან ერთად ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ საქართველოს მოსახლეობიდან ამოეყო 9 მილიარდ ნახევარზე მეტი და საკუთარ ჯიბეებში ჩაედო და სასამართლო არ დარჩენილა საქართველოში თუ არბიტრაჟის სახით საერთაშორისო დონეზე, რომელიც არ წაეგოთ ამას და ამის ნაძირალა პატრონებს და თავის დამქაჩებს ხაზარაძის და ჯაფარიძის სახით და ეხლა ბედავენ და ინვესტიციების წინააღმდეგ არც მინდა უკაცრავად საზოგადოებასთან უბრალოდ არ შეიძლება ემოციის გარეშე უსმინო ამ ადამიანებს რომლებიც პირდაპირ იბრძვიან მანიპულირებენ ადამიანის ინტერესებით ადამიანის მსოფლმხედველობით ჩვენი მომავლით და გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ყველაფერზე რომ ხელმომწერები არიან გახაზული და გადახაზული აგენტები რომ არიან და ყველაფერს აკეთებენ რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს რა არაბისაზეა საუბარი რომელ ქალაქების შექმნაზეა მაშინ ზუსტად იგივე კამპანია ჰქონდათ აწყობილი მის ნაირ აგენტურას მაგალითად როდესაც ვარკეთილში შენდებოდა ჩინური ინვესტიციის ჰუალინგი იგივე იყო დირსთან დაკავშირებით მაგალითად რომელიც შენდებოდა აზერბაიჯანული ინვესტიციის მეშვეობით და ეხლა უტიფრად გამოდის საუბრობს რაღაც პოლიტიკურ რეკლამას თუ რაღაცას ასეთ სიგიჟეს საუბრობს პრემიერ-მინისტრის ახსნა განმარტებაზე რომელიც ანგარიშ ვალდებულებიდან გამომდინარე საზოგადოების წინაშე გააკეთა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ამავდროულად მელაპარაკება და გველაპარაკება საზოგადოებას ისეთ საკითხებზე, რომელიც თვითონ აქვს მოთხოვილი, მაგალითად კომერციულ საიდუმლოებაზე, რომელიც ანაკლიის სპორტში იყო საუბარი და რომელ რეკლამირებაზეა საუბარი იმისათვის, რომ დიახაც რომ რეკლამა მოგვეხდინა და დიახაც რომ ხარდაჭერა გამოგვეხატა ანაკლიის სპორტისათვის, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის და მათ შორის უსაფრთხოების ნაწილშიც უზარმაზარი წვლილი აქვს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ და მაშინ კარგი გავაკეთეთ და იმიტომ რომ თავისი ინტერესები ჰქონდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს რომელმაც არ და ვერ ააშენა თავისი კონსორციუმის ჩართულობით ანაკლიის სპორტი და ეხლა ჩვენზე საუბრობს როდესაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციას გვაქვს საუბარი და რატომ აკეთებენ იცით ამათ იმიტომ რომ ეს ადამიანები დიახაც რომ აგენტები არიან დიახაც მონური ფსიქოლოგიით არიან ეხლა მათმა პატრონებმა მისცეს დავალებმა რომ ისაუბრონ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს და არ დაგვაუწყდეს ქალბატონ ლორა თორტონის განცხადება, რომელმაც თქვა რომ დიახ სოციალური ფონი უნდა იყოს გაუარესებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ქართული ოცნება, ანუ ხალისუფლების ხალხისგან არჩეული ხელისუფლება აღარ იყოს
ეხლანდელ მმართველობაში და მხოლოდ აგენტურა მოვიდეს. აი ამას აკეთებენ ზუსტად. იბრძვიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათი გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული განცხადება, თითოეული ხელმოწერა თუ რეზოლუცია არის ზუსტადაც რომ ღალატი ქვეყნის. და ჩვენც ეხლა სულ რამდენიმე წუთის წინ ქვეყნის ღალატის ერთი კლასიკური შემთხვევა მოვისმინეთ. უკაცრავად რაც შეეხება საარჩევნო გადავიდეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე, რატომ ახლა ეს ცვლილებები საჭირო და გადავიდეთ მაშინ ემიგრანტებზეც რომ ჩვენც შევეტიოთ დროში. ყველაზე პრობლემურად თქვენმა ოპონენტებმა და ზოგადობის ნაწილმა, თავად ემიგრანტების ნაწილმა აღიქვა ეს ცვლილება ამ კანონში, რადგან უსმენდით ალბათ თქვენც, მაგრამ ისაც გექნებათ მოსმენილი, ეს ერთი დღით ჩამოსვლა ემიგრანტების საქართველოში რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ. და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ხმის უფლება გვერთმევაო და ეს მინდა რომ განვიმარტოთ. ზოგადად რომ თქვა საარჩევნო კოდექსი, ახალი საარჩევნო კოდექსია საუბარი. მას შემდეგ რაც საარჩევნო კოდექსი მიღებული იქნა 100-მდე ცვლილება არის განხორციელებული ეს სულ ბოლო ხანებში. ჩვენ გვაქვს ახლა მოქმედ კოდექსში მუხლები, რომელიც უბრალოდ არ მოქმედებს. თავისი ძალა აქვს დაკარგული და ეგრეთ წოდებული სამართლებრივი ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, გვარი მუხლები არის. ამავდროულად გასასწორებელი არის სტრუქტურული თვალსაზრისითაც და რიგ საკითხების დაზუსტება ხდება, მაგრამ ძირითადი შინაარსობრივი ცვლილება მაინც საქართველოს საზღვრებში, საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში, მხოლოდ საზღვრებში არჩევნების ჩატარებას ეხება და რა აქვს ამას მარტივი ლოგიკა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ისინი არიან უცხო ქვეყნის იურისდიქციაში. შესაბამისად, გავლენა უცხო ქვეყნის იურისდიქციისა ადამიანებზე არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, მაშინ როდესაც არსებობს 1000 დეზინფორმაციული კამპანია წარმოებული, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის საქმეების შიდა ჩარევებში, არჩევნებში პირდაპირ მონაწილეობაც კი ვნახეთ სხვადასხვა მაგალითად ბიუროკრატებისგან, არარჩეული პირებისგან და ხირავებული აგენტურისგან, საქართველოში ქართული პასპორტის მქონე ადამიანებისგან თუ ეგრეთ წოდებული დიპლომატებისგან, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა თავიანთი არჩევანს როდესაც გააკეთებენ, ინფორმირებულები იყვნენ. და ამაზე ვსაუბრობთ. ეს შეგაწყვეტინებთ რომ ესე მსჯელობით წავიდეთ, იმიტომ რომ მე ვნახე ეს არგუმენტი ბატონმა შალვა პაპუაშვილს თქვა, აი განმარტებისას, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს და კი ბატონო, ეს უცხოური გავლენები უფრო მეტიაო, მაგრამ ერთი დღით არჩევნებზე ჩამოსული ადამიანი როგორ გახდება ინფორმირებული არჩევანის გამკეთებელი? აი ეს თუ კი მანამდე მთელი ეს პერიოდი ამ გავლენების ქვეშ იყო. ერთი რამე არის, რომ ადამიანმა საკუთარი თვალით ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად მისცეს დააფიქსიროს თავისი ხმაც. ოღონდ ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ მხოლოდ საქართველოში ქართული ოცნება კი არ ფიქრობს და ან კი არ მსჯელობს. მაგალითად 2012 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ზუსტად ანალოგიურ საკითხს აქვს დამსჯელი და აქვს მიღებული გადაწყვეტილება და განმარტებული, რომ უმნიშვნელოვანესია ადამიანმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. თან განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი რომ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ეს ჩამოსვლა ამაში როგორ კი, ნახეთ, არა მხოლოდ ინფორმირებულობის ნაწილში, მათ შორის იურისდიქცია, ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ 100 მეტრის რადიუსში არ უნდა მოხდეს ადამიანების შეკრება და 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია კამპანია და ეს საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა იყოს დაცული. საქართველოში, რა თქმა უნდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. დიახ, ტერიტორიებზე არის ლეოდა ვინ უნდა განახორციელოს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხო უცხოეთში ვერ ჩავა და იქ ხوار უზრუნველყოფს რა შესაბამის წესრიგს. აქაც გამოწვევასთან გვაქვს ადგილი. და მთავარი რაც არის, ეს არის უცხოური გავლენების რისკი. უდიდესი რისკი არის, როდესაც არჩევნები ტარდება უცხოეთში და ჩვენ არასდროს არ გვითქვამს და არც ახლა არ ვამბობთ, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება, თან ვუგრძელოთ, იმიტომ რომ პირდაპირ ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის. მაგრამ მათი ჩამოსვლა გარდა ფინანსური პრობლემებისა, ხო არის ისიც, რომ ხშირად ვერ ეთავისუფლებიან, იმიტომ რომ იქ მუშაობენ. ნუ კარგი, ამას ხო წინასწარ დავგეგმავ არჩევნებისთვის, მაგრამ ხო იქ ფინანსურად, იქ ვიღაცას აქვს საბუთებთან პრობლემა, ხო ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ბევრს აქვს ეს არალეგალობის პრობლემა და რაღაც პერიოდი ვერ ტოვებენ იმ ქვეყანას. ანუ ასეთი პრობლემების გათვალისწინებით როგორ იქნება შესაძლებელი
შესაძლებელია, როგორ ხედავთ, ну ძირითადი ნაწილის გასაგებია მასივე პროცენტი ემიგრაციის არ ჩამოვა ხოლმე, მაგრამ მათი საქართველოში ჩამოსვლა. აქ საუბარი იყო მათ შორის, რომ საქართველოში არ გვეყოფა აეროპორტები, რომ ემიგრანტები კონკრეტულ დღეს მივიღოთ ავიარეისები და აბსოლუტური სპეკულაცია. აბსოლუტური ტყუილი. ყველანაირად ცდილობენ ახლა რა თქმა უნდა, რომ აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია გაავრცელონ. მოდი ვნახოთ ციფრები და გადავხედოთ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა და რამდენმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. დაახლოებით 96,000 ადამიანი დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი რომ საარჩევნო უბანზე მესვეულო, მაგრამ ის რამდენი მივიდა? 34,000 დაახლოებით 35,000. და გამოწვევები რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ პირებს რომ ვერ ჩავიდნენ უბრალოდ სამსახურიდან კონკრეტულ ქალაქებამდე ვერ ჩადიან ხშირად ევროპაში არამედ საქართველოში. მაგალითისათვის რა ეხლა მოქმედი კანონმდებლობით რა სად იხსნება საარჩევნო უბნები? იხსნება მხოლოდ და მხოლოდ ან საქართველოს საელჩოში ან საქართველოს საკონსულოში და იხსნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნებში სადაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, რომელ ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ამავდროულად ამავე ტერიტორიებზე. მაგალითისთვის ამერიკის შეერთებული შტატები რომ ავიღოთ, სულ 2 ადგილას იხსნება 50 შტატში. რომელიმე შტატში მცხოვრებ ადამიანს დიახ, ეხლაც შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი მანძილის დაფარვა უწევდეს რომ მივიდეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ვიდრე მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე საქართველოში დასაბრუნებლად იქნებოდა ვალდებული და იქნება ვალდებული რომ დაბავდეს ჩვენს ქვეყანაში. რეალურად მათ შორის კიდევ ერთი სპეკულაცია რაც მოვისმენთ ეს იყო რომ აი ოპოზიციურად განწყობილი ხმებია და ასე შემდეგ ამიტომ არ უნდა გამოდენ ამას უყურებთ ზუსტად რომ 2024 წელს 52 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა და ცესკოს მონაცემებით საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ეს არის სწორედ ამ ცვლილების ასე ვთქვათ თავარი мотиваცია ხელისუფლების მხრიდან. რაც არის აბსოლუტური ტყუილი და აბსოლუტური ნონსენსი. მარტივად 2024 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა 1,100,000-ზე მეტმა ადამიანმა. და 34,000 იყო უცხოეთში ცხოვრები პირების მიერ დაფიქსირებული ხმა, ნამდვილი ხმები, დაახლოებით, რომ თქვა, ზუსტ ციფრებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, დაახლოებით ციფრები, რომ თქვა. და რაც არის 1.9%-დან 2%-მდე საერთო არჩევნებში მონაწილე პირთა რიცხოვნობისა, რომელსაც ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ემიგრანტების ხმები, შეიძლება ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ შეცვლიდა ვერც 2024 წელს ვერ შეცვლიდა, ვერც 2020 წელს შეცვლიდა, 2016-ში, 12-ში და ასე შემდეგ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულა. შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწვეული რაღაც ინსინუაცია, რომელიც რა თქმა უნდა აბსოლუტური ტყუილია. ჩვენი მიზანი არის რომ დიახაც ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის არჩევნები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უცხოური გავლენისგან და 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოსვლის ვალდებული იმ პირებს, რომლებსაც აქვს სურვილი რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, გაუჩნდებათ და ეკნებათ რომ რეალურად თავისი თვალით ნახონ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც არის უზარმაზარი ნიაღვარი დეზინფორმაციისა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ თუ უცხოეთში არ იხსნება საარჩევნო უბნები, ეს მოქალაქე საარჩევნო უფლებას, აქტიურ საარჩევნო უფლებას არ ზღუდავს და ფართო მიხედულობის ნაწილია, იმიტომ რომ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევებიც, ზუსტად ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ლოგიკაც და თუ მაგალითად მალტაში, მაგალითად ირლანდიაში, სომხეთში, ისრაელში თვლიან მნიშვნელოვნად რომ მხოლოდ ამ ქვეყნების საზღვრებში და შესაბამისად თავიანთ იურისდიქციაში ჩატარდეს არჩევნები და გაიხსნას არჩევნო უბნები, ზუსტად ანალოგიურადაც ჩვენს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავატარებთ არჩევნებს და არც ერთ ემიგრანტს არ ექნება არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი თან მათ შორის მაგალითად პირველის გაჟღერებული ინფორმაცია იყო რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეკრძალება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ხო, ხმის უფლება ერთმევად, ასე აღიქვამენ არა, ხმის უფლება ერთმევად არა, ეკრძალებათ და რაც კიდევ უფრო ტყუილი არის და კიდევ ერთხელ არიან ჩვეულებრივი სიცრუის ტირაჟებლები ყოველ და აქვე ერთსაც გითხავთ, ასეთ შემთხვევაში სად მისცემენ ხმას საელჩოების და საკონსულოების თანამშრომლები, ანუ მათაც უწევთ ჩამოსვლა საარჩევნო. აი მაგალითისთვის, თუ 50-ზე საქართველოს საელჩოების მაგალითად თუ რომელიმე ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა და შესაბამისად დიპლომატები არიან მილიონერები, 50-ზე მეტი ადამიანი თუ არ არის
მაცხოვრებელი საარჩევნო უბანი არ იხსნება მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად ამ დიპლომატებსაც, რომლებიც ღირსეულად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათაც აქვთ ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომ თუ უნდათ რომ ხმა მისცენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და შეუძლება უნდა აიღონ და ჩამოვიდნენ არჩევნებზე. ზუსტად იგივე თანაბარი მიდგომა იქნება ყველას მიმართ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ, რომ ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი მაგალითად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. რუსეთის ფედერაციაში გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა, არ გვაქვს შესაბამისად არც საელჩო და არც საკონსულო, ვერ იხსნება საარჩევნო უბანი. ერთი ამოღებული ხმა მაინც თუ გაგიგიათ ვინმესგან ამ წლების განმავლობაში, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო ხმის უფლება ეზღუდებათო. არა, იმიტომ რომ ეს ასეც არ არის. შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ ჩამოვიდნენ თავიანთი რეგისტრაციის თუ საქართველოში აქვს რეგისტრაცია, ან ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მივიდნენ საარჩევნო უბანზე თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ზუსტად იგივე იქნება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მიმართაც თანაბარი მიდგომა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. კი ბატონო, კიდევ ერთი რაც მინდა გკითხოთ მოკლედ ეს არის ამ საარჩევნო კომისიის წევრებზე, სადაც ითქვა რომ ნასამართლობის ეკრძალება, თუმცა ალბათ ნასამართლობის ისაც ეკრძალებოდა, მაგრამ დაემატა ის რომ შესაძლოა ვისაც ჯარიმა აქვს შეფარდებული სასამართლოდან ისინიც კი აიგზავნოსონ იმ ფონზე როცა ახლა ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება და დაჯარიმება ხდება ამ პროტესტის ფონზე, გაჩნდა ასეთი მოსაზრება რომ თქვენი კრიტიკოსების მხრიდან რომ აი ეს ხდება იმიტომ რომ ასეთი ტიპის ადამიანები ვერ მოხვდნენ, ანუ თქვენი კრიტიკოსები კომისიის წევრებში. კოლექტიურ ნაცმოძრაობის ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, ძალიან კარგად ვიცით და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება ხოლმე მათი გავრცელებული დეზინფორმაცია და მაშინვე ხდება ხოლმე მათი მხილება. მარტივად რომ ვთქვათ. საარჩევნო კოდექსში, მოქმედ საარჩევნო კოდექსში სამგან არის მითითებული, რომ საარჩევნო კომისიის წევრი იქნება საუბნო კომისია, საოლქო კომისია თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი წევრი ვერ გახდება ნასამართლები პირი. გარდა იმ შემთხვევისა, არსებობს. ხო, რა იცვლება? გარდა იმ შემთხვევისა, თუ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმა. სიტყვასიტყვით გითხულობ, ვამბობ, რაც წერია მოქმედ კოდექსში. ანუ კანონმდებელმა რა თქვა და რა არის ლოგიკა, რომ ნასამართლები პირი, ანუ დამნაშავე არ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი. ანუ მარტივად შევთანხმდეთ, ჩვენ ვაძლევთ თუ არა უფლებას ნასამართლე პირს, ანუ დამნაშავეს, რომ ჩაატაროს არჩევნები და არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარების ვალდებულება გაუჩიათ. რა თქმა უნდა, ნასამართლე პირს არ უნდა კონდეს ასეთი ვალდებულება. ამავდროულად ალოგიკური იყო ძალიან მარტივად, რომ ჯარიმა თუ ქონდა პირს შეფარდებული და თუ იყო დამნაშავე, მას შეეძლო საარჩევნო კომისიის წევრობა. მაგალითად, მაგრამ თუ საზოგადოების სასარგებლო შრომა ქონდა შეფარდებული, მაშინ ამ პირს არ შეეძლო. მარტივი ლოგიკა ნებისმიერ სასჯელთან დაკავშირებით. ეს ადმინისტრაციულ მასას ეხება. აი, ნახეთ რა თქმა უნდა. აი, არის თავი გელავ და ვთქვათ პროტესტის მონაწილეების ნაწილი და ერთი დიდი ტყუილი, რომ აქ საუბარია ნასამართლე პირებზე, ანუ დამნაშავეებზე. დამნაშავეები მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედებების ჩადენის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს პირი მიჩნეული და არავითარ სხვა შემთხვევაში. ანუ ადმინისტრაციული დაჯარიმებული პირები, რომლებიც მრავლად არიან გზის გადაკეტვის გამო რაღაც აქციის დროს, მსგავსი ტიპის ჯარიმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს რაც შეეხება, არა აქვს მნიშვნელობა უადგილო ადგილას გზას, ანუ აკრძალულ ადგილას გზაზე გადავლენ პირები, გზას გადაკეტავენ, თუ მაგალითად ღვედის გარეშე იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, მათზე არავითარი ახალი ცვლილება არ ხდება. მათ შეუძლიათ იყვნენ კომისიის წევრები. მათ შეუძლიათ თავისუფლად თუ გადაწყვეტენ რომ გახდნენ კომისიის წევრები, დიახაც და მათ შესაბამის კანონმდებლობით გათვალისწინებაზე შეუძლიათ რომ გახდნენ. თავარი აქ არის საუბარი, რომ დამნაშავეს ვთქვათ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ დამნაშავეს უნდა ჰქონდეს თუ არა შესაძლებლობა საარჩევნო კომისიის წევრი იყოს და გახდეს პასუხისმგებელი არჩევნების კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით ჩატარებაზე. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დამნაშავე არ უნდა იყოს კომისიის წევრი, მაშინ იგივე უნდა გავრცელდეს როგორც ჯარიმაზე, ისე საზოგადოების სასარგებლო შრომაზე, შინაპატიმრობაზე, ან თუნდაც, რა ვიცი, საპატიმრო სასჯელზე, თავისუფლების აღკვეთაზე, თავისუფლების აღკვეთიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ შეძლოს, რომ კომისიის წევრი იყოს კონკრეტული
კი ბატონო, გასაგებია. არც მინდა კითხოთ ასევე პლებისციტი რეფერენდუმის შესახებ, იმიტომ რომ კანონ პროექტით შეიცვლება ჩანაწერი რეფერენდუმისა და პლებისციტის შესახებ. ანუ თუ ადრე კანონში ეწერა, უბრალოდ მაყურებელს ესო განო მარტო თქვენ კი არ გიხსნით, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო, ამის ნაცვლად გაჩნდა ტერმინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. აი რას ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრები, რა იგულისხმება ეს მინდა ჯერ პირველ რიგში კითხოთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო დაღიარებული საზღვრები თუ რაღაც ფაქტობრივ საზღვრებში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც იურისდიქცია ვრცელდება. საქართველოს აქვს ერთადერთი საზღვარი და ერთადერთი საზღვრები, ეს არის საერთაშორისო დაღიარებული საზღვრები, სახელმწიფო საზღვრები. და არავითარი სხვა საზღვარი არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ საზღვრები ავტონომიური ოლქისა დააკანონა და მათ შორის დააკანონა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაც კი და ხელი შეუწყო ამ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ვაუქნებ დროებით ადმინისტრაციულ ოლქს, როგორც არაკონსტიტუციურს და როგორც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამაზე შეგვიძლია ცალკე დამატებით ბევრი ვისაუბროთ. აქ ნახეთ რატო შეიცვალა ეს მთელ ტერიტორიაზე და სახელმწიფო საზღვრებში, რა განსხვავება? მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში, როდესაც შევიდა ცვლილება და საუბარი არის, რომ საქართველოს საზღვრებში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რეფერენდუმის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვითაც ტარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით და თუ არჩევნები ტარდება საზღვრებში, ზუსტად ანალოგიურად გამომდინარე ჟარგონზე, საკანონმდებლო ჟარგონზე რო ვთქვათ, ერთ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება იწვევს რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილების შეტანასაც, იმიტომ რომ ის რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა რა აღდგება ქვეყანაში რეფერენდუმი რომ ვერ ჩატარდება, ეს ასევე რჩება? იმიტომ რომ ამაზე ხო სულ იყო, რომ სანამ რა მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე იყო კანონით ვერ ტარდება. რამდენად კონსტიტუციური იყო ის შესაბამისი გადაწყვეტილება თუნდაც 2016 წელს, ამაზე ბევრი დავა არსებობს იურისტებს შორის. მარტივად რო ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება რეფერენდუმიც, ტარდება არჩევნებიც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ოკუპაციის ქვეშ, სანამ ოკუპაციას არ დაესმება ბოლო წერტილი და არ დასრულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ არჩევნები ჩატარდეს, ან შესაბამისად რეფერენდუმის ჩატარდეს. აქ საუბარი არის საზღვრებზე გეგმება, ხო, არჩევნები ასეთი ტიპის შეკითხვებიც მოვისმინეთ, მე უბრალოდ მინდა რომ ყველა კითხოს თქვენ გასცეთ პასუხი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხო და ითქვა ისიც რომ აი ხელისუფლება ხომ არ ემზადება რამე თემაზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩასატარებლად ამ პლებისციტის და ასე შემდეგ. ან იმდენად ტექნიკურ საკითხებს ვსაუბრობთ ეხლა, რომ მეტი უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ რეფერენდუმში მონაწილეობა შესაძლებელია რომ ყოფილიყო მონაწილეობის მისაღება შესაძლებელია უცხოეთშიც გახსნილიყო საარჩევნო უბნები, სადაც არჩევნები ტარდება და ბოლოს პრაქტიკას თუ გადავხედავთ, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი, არჩევნებთან ერთად ჩატარდა და ქართულმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღეს მონაწილეობა მათ შორის საზღვარგარეთ მყოფმა პირებმაც და თუ არჩევნები ტარდება მხოლოდ საქართველოს საზღვრებში, ანალოგიურად ტარდება რეფერენდუმიც. იმიტომ რომ ისევ და ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს ტექნიკურ დონეზე და არის პასუხისმგებელი გამართულ ჩატარებაზე, როგორც არჩევნების, ასევე რეფერენდუმის ნაწილშიც. გასაგებია, მადლობა და შემდეგი ჩემი შეკითხვა შეეხება არასრულწლოვანთა შესახებ კანონს, იმიტომ რომ ეს აქამდე სულ ასე იყო, რომ არასრულწლოვანები არ ისჯებოდნენ, ამაზე იყო მუდმივი კამათი, ზოგი ამბობდა რომ ხო აი გაძარცვეს მაღაზიების და არ ხდება მათი დაკავება. მოკლედ ეს საკმაოდ რთული თემა, მაგრამ მეორე მხარეს არის მათი უფლებების დაცვა, როგორც არასრულწლოვნების. დღეს განაცხადეთ, რომ სპეციალური კანონის მიღებას გეგმავთ, ანუ ეს არ არის ცვლილება, რაღაც ახალი კანონის მიღებას გეგმავთ 14 წამდე მართლსაწინააღმდეგო ქმედები ჩამდენ პირთათვის. რომ განმიმარტოთ ამ ყველაფრის დასარეგულირებლად ხდება ეს ერაზეც მანამდე ვთქვი რომ აშავებენ იყო საუბარი რაღაც უფროსი თაობის ადამიანები იყვანენ არასრულწლოვნებს და კრიმინალისკენ უბიძგებენ მოკლედ ყველა მიცის ეს ანუ ეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატარა პრობლემად გვაქვს შესაძლოა რომ მათი დაკავება მოხდეს აი როგორი იქნება ეს ახალი კანონი უკაცრავად პირველ რიგში არავითარ დაკავებაზე არ არის საუბარი, არავითარ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ან რაიმე დასჯის ფორმაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს. სასვენი ნიშანიც კი არ არის ამ კუთხით გამოყენებული. ამაში რა არის მიზანი ამ კანონის ახალი კანონის შემოღების? ყველა ხვდებით, რომ და საზოგადოება შეთანხმებულია, რომ არასრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა დაკავშირებით გვაქვს გამოწვევა.
მათ შორის სამწუხაროდ გაზრდილია პენტენსიურ დაწესებულებებში არასრულწლოვნების 14-დან 18 წლამდე თავისუფლება აღკვეთილი ბავშვების რაოდენობაც. და მათ შორის არიან ბავშვები, რომლებსაც 14 წელს სანამ მიაღწევდნენ, მანამდეც არა თუ რამდენიმე ერთეული, არამედ რამდენიმე ათეული დანაშაულიც აქვს ჩადენილი და არ იყო შესაძლებლობა რომ მათზე ეფექტური ზრუნვა განხორციელებულიყო, რომ ისინი საზოგადოებაში ღირსეულ წევრებად ყოფილიყვნენ, მათ თავიანთ კანონთან გამომდინარე რომ კანონთან კონფლიქტში იყვნენ, არ იყო შესაძლებლობა რომ ამ სოციუმიდან სოციუმის გავლენა არ ქონოდა მათზე და შესაბამისად სამწუხაროდ ხვდებოდით რომ 14 წლის მიღწევის შემდეგაც აგრძელებდნენ დანაშაულების ჩადენას. გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ეს პრობლემა, გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, არაერთ სოციოლოგ ქსელითაც ვრცელდება, მათ შორის მედიის საშუალებითაც არაერთხელ ყოფილა, როდესაც 14 წელს მიუღწეველი ბავშვები მაგალითად ჩადიან ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას და სამწუხაროდ მათ შორის სრულწლოვანებით განახორციელონ ამ ყველაფრის უკან და ყოველთვის ცდილობენ რომ ბავშვის გამომდინარე იქიდან რომ მას აქვს ფსიქიკა შედარებით უფრო მარტივად მოწყვლადი, გამოიყენონ როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი. რა თქმა უნდა ეს პირები დაიჯებიან და დაიჯებიან. ხო, ისინი დღესაც იჯებიან. ამავდროულად მხოლოდ სრულწლოვანების დასაჯაზე და ამ რა ვიცი ყველაზე სუნდაბალი საქციელი რაც კი შეიძლება გააკეთო რომ ბავშვი გამოიყენო დანაშაულის ჩასადენად. ამავდროულად ბავშვებზე ეფექტური ზრუნვის საშუალებაც ამ დრომდე ეფექტური მექანიზმები საკანონმდებლო სივრცეში არ იყო. ნახეთ რა და შევისწავლეთ რა. კარგი გამოცდილება, მაგალითად გერმანიის, სადაც რამდენიმე ათეული წელია არსებობს საკანონმდებლო სივრცე და შესაბამისად უკვე პრაქტიკაში განხორციელებული პროგრამებიც, რომლის მიხედვითაც და რაც პირდაპირ ჩვენს კანონმდებლობაშიც როდესაც ცვლილებებს მიიღებს საქართველოს პარლამენტი, პირდაპირ იქნება გათვალისწინებული. რომ როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი ბავშვი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც არის თავისი შინაარსით დანაშაული, მულტიფუნქციური ჯგუფი იმსჯელებს, სადაც პირდაპირ არიან ჩართულები ექსპერტებიც, ბავშვთა ფსიქოლოგებიც, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც იმსჯელებენ, რომ არის თუ არა მიზანშეწონილი კონკრეტული ბავშვის ზრუნვისათვის, რეფერირებისათვის მოხდეს კონკრეტულ დაწესებულებაში გადაყვანა, რომელიც სრულად იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აღჭურვილი და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო კონტროლს გაივლის აღნიშნული გადაწყვეტილება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია რომ ბავშვი მოთავსდეს აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც კონკრეტულ ბავშვთან მიმართებით სპეციალიზებული პროგრამა ბავშვების ასეთი იქნება განკუთვნილი ეს რაღაც სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება თითოეულ ბავშვზე მორგებული პროგრამებით განხორციელდეს ზრუნვა, რათა ისინი სრულად დაბრუნდნენ საზოგადოებაში და აღარ იყვნენ კანონთან კონფლიქტში. განსაზღვრულია რომ 6 თვით შესაძლებელია რომ მოხვდნენ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში, მნიშვნელოვანია რომ არავის არ ეგზალება ამ დაწესებულებაში შესვლა, ყველა შეიძლება რომ შევიდეს, მათ წარმომადგენლებს ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ციხე, კი, მაგრამ ბავშვებს არ ექნება შესაძლებლობა რომ 6 თვის განმავლობაში სხვა პირებთან კონდეთ ურთიერთობა, თავისუფლად, კი, იმიტომ რომ ისევ და ისევ, იმიტომ რომ იმ სოციუმის წევრებს, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ რომ წახეზებდნენ რომ დანაშაული ჩაედინათ, ზუსტად ამ პირებისგან გამოცალკევების მიზნით ხდება ეს ყველაფერი, თუ 6 თვის განმავლობაში ზრუნვის შესაბამისმა პროგრამამ თავისი შედეგი გამოიტანა, ისევ და ისევ მულტიფუნქციურ ჯგუფს შეექნება შესაძლებლობა რომ 6 თვეზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება და ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში, ჩვეულებრივ მისთვის ბუნებრივ საცხოვრებელში, ხოლო თუ 6 თვის განმავლობაში არ იქნება ზრუნვის შესაბამისი ღონისძიებები ეფექტური, ისევ მულტიფუნქციური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისევ სასამართლო კონტროლით შეიძლება რომ ისევ და ისევ ზრუნველობა გაგრძელდეს. მთავარი მიზანი არის რომ ჩვენ არ დაუშვათ რომ გარკვეულმა პირებმა ზემოქმედება მოახდინონ არასრულწლოვნებზე, ბავშვებზე, გამოიყენონ ისინი დანაშაულის ჩადენის მიზნით. სამწუხაროდ ეხლა გვაქვს ასეთი ბევრი შემთხვევა, რომ გამომდინარე იქიდან რომ იციან რა რომ 14 წლამდე მიუღწეվել პირს სისხლისამართლობრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, პირდაპირ აქეზებენ დანაშაულის ჩასადენად, იყენებენ როგორც ჩვეულებრივ იარაღს და შემდეგ რაც კატეგორიულად მიუღებელია, როგორ შეიძლება უბრალოდ ეს სიტყვა ბავშვის მიმართ ვიხმაროთ, მაგრამ ამას აკეთებენ, ამას სჭადიან და ჩვენ რომ დავიცვათ ახალგაზრდები და რომ დავიცვათ ბავშვები, სწორად ამისათვის ზუსტად ის მექანიზმი არის იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით, რაც მუშაობს და მოქმედებს გერმანული მოდელის ანალოგი იქნება, მაგრამ რაც შეეხება უფლებების დაცვის მხრივ თუ არის ეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული და როგორ იქნება დაცული ბავშვთა უფლებები, ანუ როდესაც ესეთ ახალ ინიციატივას შეეხება უფლებების დაცვას, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი რომ სახელმწიფო იღებს ზრუნვის ვალდებულებას საკუთარ თავზე, ამავდროულად კიდევ უფრო მეტად განსაკონტროლებლად აქ შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას საპარლამენტო ზედამხედველობის კომპონენტებიც და ამავდროულად კონკრეტულ ბავშვებთან დაკავშირებით შესაძლებელია და პირდაპირ არის მითითებული რომ სახალხო დამცველს ნებისმიერ დროს ყველანაირი თანხმობის, ყველანაირი შეთანხმების და ყველანაირი ნებართვის გარეშე შევიდეს აღნიშნულ დაწესებულებაში, შევიდეს და ნახოს ბავშვებზე ზრუნვა როგორ მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენი მიზანიც არის რომ მაქსიმალურად ასეთი ტიპის დაწესებულებები ჯერ არ არსებობს, ხო არ არის? ანუ საუბარი ახალი ტიპის დაწესებულებების შექმნაზე და შემდეგ ნუ ამ კანონით. სამწუხაროდ ასეთი დაწესებულება საქართველოს რეალობაში ჯერ არ არსებობს. კანონის ამოქმედების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, რომ შესაბამისი ტერიტორია, შესაბამისი შენობა, ნაგებობა ისე მოაწყოს, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ამავდროულად შემუშავებული იყოს კონკრეტული პროგრამები, რომელიც საერთო ჩარჩოს სახით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ ზრუნვის და აღზრდის რომელიმე საშუალება იყოს გამოყენებული და ერთი კიდევ მთავარი დეტალი, აუცილებლად ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ სკოლის განათლება მიიღონ, შესაბამისად ამ ნაწილშიც იმავე განაგრძონ, ანუ განათლების მიღება. დიახ, სრულად იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი სრულად დაცული, ბავშვის უფლებები სრულად დაცული და ამავდროულად პრევენცია იმ მავნე გავლენისგან, რისი გამოისობითაც ბავშვები ჩადიან დანაშაულს. კარგით, გავიგე, გასაგები არჩილდა ჩვენ დრო იწურება და ბოლო კიდე ერთი ესეთი ცვლილება იყო და რადგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მყავხართ სტუმრად, მაგრამ ამასაც გითხავთ, ანტიკორუფციულის გაუქმებაზე მინდა კითხოთ. იქ იყო ბიზნეს ომბუდსმენზეც საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, დიახ, და პერსონალური დაცვის მონაცემებზე, მაგრამ ანტიკორუფციულზე მინდა კითხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებას ასეთი გაცხადებული ღია ომი აქვს, კორუფციასთან გამოცხადებული, უფრო სწორედ, ხო, რაღაც ღიად, როდესაც ვუყურებთ უამრავ საქმეებს, რომლის ძიებაც მიმდინარეობს კონკრეტულ პირებს პასუხისგებაში, იყო ეს ევროპისგან, ასე ვთქვათ, კიდევ ინიცირებული ეს ანტიკორუფციული, მოკლედ, ბევრი რაღაც ახლდა ამ ანტიკორუფციული შექმნას და ამის გაუქმება როგორ ხსნით ამ ფონზე, რაც ვთქვი, იმიტომ რომ პირველი რომ კორუფციას ებრძვით, ასე ვთქვათ, ძალიან გაცხადებული და ვხედავთ ამას კონკრეტული საქმეებით და მეორე რომ რას ეტყვით დასავლეთს, როცა მათ ერთ-ერთ ვალდებულებებში ეწერა ეს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა. ანტიკორუფციულს და პერსონალურ მონაცემების დაცვას. კორუფციაზე გავაკეთე აქცენტი ფაქტობრივად. ორივე ნაწილში, იმიტომ რომ ორივე უმნიშვნელოვანესია და პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასე კერძო ორგანიზაციებში. ხო, ეფექტური იქნება თუ არა სამინისტროს შემავალი ეს არავითარ სამინისტროში. სამსახურები. ეკონომიკის სამინისტროში არ შედის სისტემი თუ ბიზნეს ომბუდსმენის ნაწილია, ბიზნეს ომბუდსმენის ნაწილია, მხოლოდ რომელიც ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც პირველ რიგში არის დიახაც ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ბრჭყალებში ლობისტი და ინტერესების დამცველი, იმიტომ რომ თუ ბიზნესი არ იქნება, ეკონომიკაც ვერ გვექნება და ეკონომიკური წინსვლას გამორიცხული. რაც შეეხება ანტიკორუფციულს და პერსონალურ მონაცემების აუდიტის სამსახურს უერთდება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრული არის ხელისუფლების დანაწილება სამ შტოდ, ხო? აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამავდროულად კონსტიტუციით განსაზღვრულია ის ორგანოები, რომლებსაც აქვთ კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები. მაგალითად, ასეთი არის საქართველოს პროკურატურა და ასეთი არის მაგალითად აუდიტის სამსახური და ასევე კონსტიტუციაში დასახელებული რიგი დაწესებულებები. საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი ლოგიკიდან გამომდინარე, ახალი დაწესებულება, ახალი ორგანო მხოლოდ შეიძლება
შეიქმნას, ან კონსტიტუციური ორგანოს პარკლებში და მის უფლებამოსილებებში შეიძლება შევიდეს, ან აღმასრულებელში, ან სასამართლო, ან საპარლამენტო, ან კონკრეტულ კონსტიტუციურ ორგანოში. და არავით არ იმაზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციით, არ არსებობს და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა დიახაც რომ კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და გენერალური აუდიტორის მაგალითად გადაყენება თანამდებობიდან მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის დასაშვები, ისევე როგორც მაგალითად, რა ვიცი, საქართველოს პრეზიდენტისა, ან რა ვიცი, უზენაესი სასამართლოს და ასე შემდეგ, გენერალურ პროკურორის და სხვა პირებისა, რომლებიც ჩამოთვლილია. არ უქმდება რაც მთავარია, არ უქმდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი, ერთი წინადადებაც კი არის იცვლება უფლებამოსილების დაცვაში. დიახ. რომელიც მოერგო ამ ამას, დიახ. მათ შორის, როდესაც ორმაგ დასაქმებებთან იყო დაკავშირებული. არც ერთი ცვლილება აღუდგა. მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, რასაც უფრთხილდებით ძალიან და უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში, ერთ-ერთი მთავარი პერსონალური მონაცემები. არც ამ კუთხით არავითარი ცვლილება არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ის წარმონაქმნები, რომლებსაც ახლა არავითარი კონსტიტუციური საწყისი არ აქვთ და კვაზი დაწესებულებები არის, მათ შორის რომელიც გარედან არის პირდაპირ მიღებული რჩევების ბრწყალებში, რომელიც მაგალითად ანტიკორუფციულ ნაწილში პირდაპირ ისახავდა მიზნად, რომ საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანოების და კონსტიტუციური ორგანოების დასუსტება მომხდარიყო, მაშინ მას შორის საუბარი იყო, რომ საგამოძიებო უფლებამოსილები მიცემოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და ზოგადად შტოებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობაში. ეხლა შემოთავაზებული ცვლილება არის, რომ როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ცალკე არსებობდა და ეხლა მისი უფლებამოსილებს ახორციელებს სრულად კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს პროკურატურა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ის ნაწილი, რომელიც დეკლარაციებს ეხება და ასე შემდეგ, გადაეცემა აუდიტის სამსახურს, ხო, პერსონალური მონაცემების დაცვაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს მიერ მოხდება, რაც სრულად შესაბამისობაშია მაგალითად GDPR-თან, ნაკისრვალდებულებებთან, რომელსაც რა თქმა უნდა ვასრულებთ, არა იმიტომ რომ ეს უბრალოდ ნაკისრვალდებულებაა, არამედ იმიტომ რომ ეს უნიშნულოვანესია ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის დასაცავად. ანუ კორუფციასთან ბრძოლაც ისევ რა თქმა უნდა და ერთი არის რაც დეკლარაციების ნაწილში, რასაც ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო ეხლა და მეორე საგამოძიებო სამსახურები და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის არამხოლოდ ერთი დაწესებულება, მაგრამ არამედ აქ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსური საგამოძიებო, აქ არის შინაგან საგამოძიებო, დიახ. და რაც შეეხება საჯაროობას, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს კონსტიტუციური ორგანო აუდიტის სამსახური. ძალიან დიდი მადლობა არჩილ რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო ღამის კურიერის სტუმარი, საარჩევნო კოდექსში და სხვა შესატან ცვლილებებს და სხვა სიახლეებზე საუბრობდით კანონმდებლობაში. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს უკვე შევხვდებით. დღეს არის ოთხშაბათი, ესე იგი მომავალ ორშაბათს. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.